რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვისთვის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში სამზადისი უკვე დაიწყო. მას არა წმინდა პეტრეს ტაძარში, არამედ საკუთარ ანდერძის მიხედვით აქ დაკრძალავენ. ეს პაპ ფრანცისკეს ბოლო სურვილი იყო და ისტორიაში პირველი რომის პაპი იქნება, რომელმაც წმინდა პეტრეს ტაძარში დაკრძალვა არ ისურვა. ღვთისმშობელ მარიამის სახელობის ტაძარი სანტა მარია მაჯორე რომის პაპის 4 ბაზილიკიდან ერთ-ერთია. ფრანცისკეს ანდერძში მითითებულია ბაზილიკის კონკრეტული ადგილი, სადაც დაკრძალვა სურს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკასთან არაერთი ადამიანი ლოცულობს. წმინდა მარია მაჯორეს ბაზილიკასთან პაპი ფრანცისკესთვის ლოცვის შესაძლებლობას ვერ გამოვტოვებდი, რადგან არგენტინელი ვარ. ამასთან მე მჯერა, რომ მან არაერთი ცვლილება შეიტანა კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც ნამდვილად საჭირო იყო. ის ძალიან კეთილი ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ფიქრობდა. მე მახსოვს პანდემიის დროს როგორ ლოცულობდა მათთან ერთად, ვინც სრულიად მარტო იყო დარჩენილი. ის ადამიანებისთვის ლოცულობდა და რაც ყველაზე მთავარია, ის ფიქრობდა მათ ჯანმრთელობასა და რწმენაზე. E acima de tudo ele prezava pela humanidade, pela saúde das pessoas. É improvável haver მისნაირი პაპი ალბათ აღარასდროს გვეყოლება. მისმა გარდაცვალებამ დიდი ტკივილი მომაყენა. თითქოს ოჯახის წევრი გარდამეცვალა. ჯერა რომ არაერთმა ადამიანმა ზუსტად იგივე იგრძნო. ძალიან დამწუხრებულები ვართ, თუმცა მასზე ფიქრი ლამაზ მოგონებებს გვიტოვებს. Morto uno della famiglia. ვატიკანის ინფორმაციით 24 აპრილის საღამოს მონაცემებით პაპ ფრანცისკეს 90,000-ზე მეტმა ადამიანმა მიაგო პატივი. პაპი ფრანცისკე 21 აპრილს ვატიკანში გარდაიცვალა. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 88 წლის იყო. დაკრძალვის ცერემონია შაბათს დილით, ადგილობრივი დროით 10 საათზე დაიწყება.